ბაგრატის ტაძარი ერთიანობის უმთავრესი სიმბოლო აღდგენილია. ახლა ის როა პოლიტიკური ძალები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ გაერთიანდნენ. ამ მოწოდებით პრეზიდენტმა პოლიტიკურ ოპონენტებს გუშინ ბაგრატის ტაძრიდან მიმართა. ის, რაც ჩვენ განვასხვავებს, ძალიან მცირეა იმასთან შედარებით, რაც გვაერთიანებს, აცხადებს პრეზიდენტი. ბოლოსში მან ასევე თქვა, რომ ის უერთდება პატრიარქის მოწოდებას, რომ ყველა მივიდეს ტაძრის კურთხევაზე, რადგან არის საკითხები, რაშიც არ შეიძლება გაყოფას დაუსვათ ხაზი. რა პასუხი აქვთ პოლიტიკურ ლიდერებს პრეზიდენტის მოწოდებაზე და რას ფიქრობენ პოლიტოლოგები, რამ გადააწყვეტინა რიტორიკის შეცდო ქვეყნის პირველ პირს ერთ კვირაში. მოდით, ნუ შეუშინდებით ერთიანობას. მოდით შევთანხმდით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებში ვართ ერთად და ამით ყველას, ერსაც და ბერსაც, მტერსაც და მოყვარისაც. ხმამაღალ განუცხადოთ. ყოველი ჩვენგანი უპირველეს ყოვლისა საქართველოს პატრიოტია და მხოლოდ ამის შემდეგ არის ქრისტიან დემოკრატი თუ ლეიბორისტი, ნაციონალი თუ მეოცნებე, მემარჯვენე თუ მემარცხენე. პრეზიდენტმა ამ მოწოდებით პოლიტიკურ ძალებს გუშინ ბაგრატის ტაძრის ეზოდან მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა ოპონენტებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებში გაერთიანებისკენ მოუწოდა. პარტიები მოწოდებას დღეს გამოეხმაურნენ და პოლიტიკური შეფასებაც გააკეთეს. ეხლა სულაც არ არის საჭირო მისი მოწოდებების გაკეთება და რაღაცა პლაგიატობა ამ შემთხვევაში. დღესაც ცდილობს სააკაშვილი თავი წარმოაჩინოს დიდ ეროვნულ გამაერთიანებელ პოლიტიკოსად. ეს არის სურვილი ყველა ჩვენთაგანის. მაგრამ როდესაც ჩვეულებრივი ცხოვრება იწყება პოლიტიკური, სამწუხაროდ აი ეს შეგონებები ჩვენ გვავიწყდება. პოლიტიკური ლიდერები პრეზიდენტის მოწოდებას ფარს უწოდებენ და მის ადრინდელ ლექსიკას იხსენებენ. ქვეყანაში სადაც პრეზიდენტები და ხელისუფლებები ზრუნავენ ეროვნულ თანხმობაზე, რა თქმა უნდა პარალელურად არ ქმნიან ზონდერბრიგადებს. მე მგონი მან მოინდომა რომ ეს ინიციატივა არ დაეკარგა, ეს ინიციატივა საკუთარი თავისთვის დაებრალებინა. ეს არის ის პრეზიდენტი და ის ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ლაპარაკობდა მოსისხლე მტრებზე, რომელიც ამბობდა სწორედ ერთი კვირის წინ, რომ ეს არის კლასი, რომელიც უნდა განადგურდეს. ამ ბავშვის მომავალს წარსულის მუმიებს და ჯოჯოებს არ გადააბარებს. ვის შეჩოულია თავის კარებში გოლების გატანას. ის ჩვენ კარებს ვერასოდეს ვერ აიღებს. რამ გამოიწვია პრეზიდენტის ლექსიკაში ცვლილებები, ამაზე პოლიტოლოგ და ფსიქოლოგ რამაზ აყვარელიძეს თავისი მოსაზრება აქვს. შეაფასეს როგორც სიძულვილი სენა და ეს კომპლიმენტი არ არის. მithumetes არჩევნების წარმოება სიძულვილი სენით ხელისუფლების მხრიდან არ აღიქმება დადებით მოვლენას და მე მგონი უბრალოდ გააცნობიერეს ჩვენი მეგობრების რეაქციით, უცხოელი მეგობრების რეაქციით. პრეზიდენტის მიმართვამდე პოლიტიკოსებს ბაგრატში შეკრება პატრიარქმა სთხოვა. პოლიტიკური პარტიების ლიდერები ქუთაისში ხვალ შეიკრიბებიან და კურთხევას დაესწრებიან. თუმცა აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ ილია მეორეს მოწოდების შესრულებაა და არა ქვეყნის პირველი პირის მიმართვის გათვალისწინება.